მოგესალმებით მეგობრებო. Ოდით დღეს ვისაუბროთ ქათმის ვირუსულ დაავადება გამბორაზე. რა დაავადება გამბორა? გამბორა არის ძალიან სწრაფად გავრცელებადი ვირუსული დაავადება, რომელიც აზიანებს ქათმებში ბურსას. ეს არის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია იმუნიტეტზე. ამიტომ დაავადების მთავარი შედეგია იმუნიტეტის მკვეთრი დაკვეითება. ამის გამო ფრინველს შეიძლება სხვა ინფექციებიც შეხვდეს. როგორიცაა ნიუკასლი, ქათნის ჭირი, ინფექციური ბრონხიტი, კოლიბაცილოზი. ამ ვირუსით ძირითადად ინფიცირდება 3-6 კვირის წელწლები. ძირითადი სიმპტომები კლინიკური ნიშნებია: უეწარი მოწყენა და სისუსტე, ფრთების ჩამოშვება, თეთრი ან წყლიანი დიარეა, ბუმბულის აჭეჭვა, კლოაკის კორთნა, ხშირად იკორტნიან ერთმანეთს, სწრაფი წონაში კლება, ლეტალობა შეიძლება გაიზარდოს 30%-მდე. აი ასე გამოიყურება მამბორათი დაავირუსებული წიწილი. ამიტომ გირჩევთ ვაქცინაციას დაზღვევის მიზნით. ესაა წყალში ხსნადი ვაქცინა ორნიბური, რომლის გამოყენების წესსაც ახლა გეტყვით. ვიღებთ სუფთა ნადგომ წყალს და შევუშვებთ ფლაკონში. კარგად შევანჟღებთ ფლაკონს, რომ ვაქცინა კარგად გაიხსნას. გახსნილი ვაქცინა ჩავასხათ სუფთა ნადგომ წყალში და მოურიოთ. ვაქცინა გახსენით იმდენ წყალში, რამდენსაც წიწილები დალევენ 2 საათში. ვაქცინაციას ჯობს ჩაუტაროთ მინიმუმ 2 კვირის ასაკში. ვაქცინაციის გამეორება აუცილებელია 20 დღის შემდეგ, რადგან იმუნიტეტი უფრო შენარჩუნებული ქონდა. გვაქვს ასევე ნიუკასლის, იგივე ქათნის ჭირის ვაქცინა ორნიპესტი. ორნიპესტიც არის წყალში ხსნადი ვაქცინა და ზუსტად იგივე წესების დაცვით იხსნება როგორც ორნიბური. ჩაუტარეთ თქვენს ფრინველებს ვაქცინაცია, რათა შემდგომში თავი დაიზაღვიოთ და არ იზარალოთ. აუცილებელია სპეციალური ხსნარებით საფრინველის და ინვენტარის პერიოდული დეზინფექცია. ახლა კი დაგემშვიდობებით მეგობრებო და გისურვებთ წარმატებებს. დამატებითი ინფორმაციისთვის მომწერეთ პირადში ან დარეკეთ ნომერზე.